დღეს განვიხილავთ ყალიბის ჩაბარების წესებს, რომელიც აუცილებლად უნდა შემოწმდეს ბეტონირებამდე. პირველ რიგში მოწმდება ყალიბის ვიზუალური მდგომარეობა. ზედაპირი უნდა იყოს სუფთა, მყარი და სწორად დამაგრებული. დაუშვებელია დეფორმირებული, დაზიანებული ან არასაიმედოდ დამაგრებული ყალიბი. შემდეგ მოწმდება ყალიბის ვერტიკალურობა და სისწორე წერტილოვანი ლაზერის საშუალებით. ლაზერს ვამაგრებთ ყალიბის მყარ ზედაპირზე, რის შემდეგაც მეტრიანით ვზომავთ დაშორებებს. ყალიბის სხვადასხვა წერტილში ლაზერმა უნდა გვიჩვენოს ერთნაირი მაჩვენებლები, რაც ნიშნავს, რომ სიფრთხე გასწორებულია. აუცილებელია ასევე შემოწმდეს ყალიბის გეოდეზიური მდებარეობა. ამისთვის ვიყენებთ გეოდეზისტის მიერ ტაქეომეტრით გადმოტანილ ნიშნულებსა და ღერძებს. ყალიბი ზუსტად უნდა ემთხვეოდეს პროექტით განსაზღვრულ კოორდინატებსა და ზომებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ელემენტის ზომებს. მოწმდება სიგანე, სიგრძე, სიმაღლე და დიაგონალები. ასევე კონტროლდება ღიობების, შახტებისა და საინჟინრო ელემენტების სწორი მდებარეობა. ყალიბი უნდა იყოს საიმედოდ გამაგრებული, რათა ბეტონის ჩასხმის დროს არ მოხდეს გადახრა ან დეფორმაცია. მოწმდება საყრდენები, გამჭიმები, სამაგრები და ყველა დამხმარე ელემენტები. ბეტონის ჩასხმამდე აუცილებელია საბოლოო კონტროლი. ყალიბის სისუფთავი, გეომეტრია და სიმტკიცე სრულად უნდა აკმაყოფილებდეს პროექტისა და ხარისხის მოთხოვნებს. სწორად შესრულებული და ჩაბარებული ყალიბი ნიშნავს უსაფრთხო, ზუსტ და ხარისხიან კონსტრუქციას.